სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. დღეს ეკლესია იცით რომ იხსენებს იმ უდიდეს ნიშანს ღმერთისგან, რასაც 4 დღე მკვდარი ლაზარეს აღდგენება ქვია. მას შემდეგ 2000 წელი გავიდა და რწმენის საკითხი, იესო ქრისტეს ღმერთობის საკითხი, იესო ქრისტეს ჩვენ ცხოვრებაში მყოფობის საკითხი, ჩვენი მასთან ურთიერთობის თემა, ჩვენი ცოცხალი რწმენა, რომელიც უნდა ვლინდებოდეს ქრისტესადმი სრულ აბსოლუტურ მინდობასა და მის სიყვარულში, იმ დაუჯერებელი ქველმოქმედების და სიყვარულის მიღება, რასაც galaktikების შემოქმედის, ცოცხალის შემოქმედის ჩვენ და მის სიყვარული ქვია. დაუჯერებლობა, სიყვარული, ზრუნვა იმ დონეზე, რომ ერთი ღერით არ ვარდება ადამიანის თავიდან ღვთისგანგებულების გარეშე. ღმერთი, რომელიც არასოდეს ტოვებს, არა დაგიტევო და არა დაგაგდოს, როგორც პავლე მოციქული იხსენებს ქრისტეს სიტყვებს. აი ეს წმენა დღეს აქტუალურია ისევე, როგორც ყოველთვის და მაშინაც, როდესაც მართას და მარიამს ტკივილით ახსავსეთ, უჭირდათ ჭეშმარიტების მიღება, რომ იესო ქრისტე არის ცხოვრება, აღდგომა, ის არის ყველაფერი, ის არის აღდგომა და ცხოვრება. იგი აწყოში ჩვენთან იმყოფება, ჩვენთან არის და ქრისტე არ შეცვლილა მას მერე. იგი იგივეა, რაც იყო 2000 წლის წინ, საუკუნეებით ადრე, იგი იგივეა. ამიტომ ეს წმენა, ცოცხალი რწმენა ქრისტესთან, თუ ჩვენ არ გვაქვს, ეს იმის გამო არ ხდება, რომ ქრისტე დღეს ნაკლებად არის ჩვენ ცხოვრებაში, ნაკლებად ითვლის ჩვენ ყოველ თმას, მოდი ესე ვთქვათ, ნაკლებად ერევა, ნაკლებად ზრუნავს, ნაკლებად ვუყვარვართ, ნაკლებად ტკივა, ნაკლებად ტირის, როგორც ხედავთ მართასა და მარიამის შემთხვევაში, როგორც ცრემლოდაო იესოცა და ასე შემდეგ. ესე იგი, პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენ თუ გვწამს, რომ ქრისტე ღმერთია, ესე იგი, ქრისტესთან არაფერი შეცვლილა. პრობლემა არის ჩვენი ღვთისადმი დამოკიდებულებაში ერთი, საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებაში მეორე და ღვთისგანგებულების გაგება ვერ გაგებაში. თუ რა სურს ღმერთ ჩვენგან და რატომ გვექცევა ასე, რატომ ერევა ჩვენ ცხოვრებაში ასე და არასხვანაირად. ანუ ღვთისადმი მინდობის სრული დიდი დეფიციტი გვაქვს და ასე შემდეგ. ანუ პრობლემა ისევ და ისევ ჩვენს რწმენაშია. დღევანდელი დღე როგორც ყველა მოვლენა სახარებისეული, უნდა განცდილი იქნას ჩვენი პირადი ცხოვრების კონტექსტში. რამდენად გვესადაგება ეს და რამდენად ჩვენ გვეხება ეს და როგორ გვეხება ეს, რა არის ჩვენი საკეთებელი იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გავითავისოთ. რა თქმა უნდა, ამაში კვლავ და კვლავ გვეხმარება წმინდა წერილი, რომელიც საღვთო მადლით ყოველ წირვაზე გვიცოცხლდება და საერთოდ წმინდა წერილი, გინდა გითხრათ, რომ ცოცხალი წიგნია, იგი ცოცხალია, იმიტომ არის ცოცხალი, რომ მასში საღვთო ენერგიაა და ღმერთი ცოცხალია და ამიტომ იმის შესაბამისად, რა დოზითაც ჩვენი გული იხსნება ღმერთის მიმართ, რა საზომითაც ჩვენ ღვთის ნების აღსრულებელნი ვართ, შესაბამისად, რა სიღრმითაც იწმინდება ჩვენი გული, იმ საზომით, იმ სიღრმით, იმ დოზით ხდება წმინდა წერილის გაცოცხლება ჩვენთვის და მისი გაგება. ხოლო თუ ადამიანს გული დახურული აქვს ყველაფერ ამისადმი, იგი რა თქმა უნდა წმინდა წერილსაც ვერ იგებს, ამიტომ მას იგი არ აინტერესებს, იგი მას არ კითხულობს და ასე შემდეგ. აი დღესაც წმინდა წერილის მიხედვით ეგება გაგვეხსნას გული და გავითავისოთ ის განსაცვიფრებელი მოვლენა, რომელსაც 4 დღე მკვდარი ლაზარეს კვეთით აღდგენება, ანუ გაცოცხლება ქვია. ეს იოანეს სახარებაშია მოთხრობილი მე-11 თავში. არის ეს სიტყვები, რომ უფალს ეუბნებიან, რომ ლაზარე ცუდად არის. და იქ არის ესე, ვითარცა ესმა იესოს. ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია. მან ღმერთმა, რა თქმა უნდა, ყველაფერი იცის, ეს არის ჩვენთვის შეხსენება, რომ ღმერთმა ჩვენ შესახებ ყველაფერი იცის. არაფერი არ არის ისეთი, რომ ღმერთმა ჩვენ შესახებ არ იცოდეს. ყველაფერი იცის მან ჩვენ შესახებ. ამიტომ ეს ვითარცა ესმა იესოს ლაზარეს შესახებ. ესე იგი, მან იცის ჩემს შესახებ, თითოეული თქვენგანის შესახებ, ყველა ადამიანის შესახებ. ეუბნებიან მას, რომ ლაზარე არის ავად. რამდენად გვეხება ჩვენ? ჩვენ ესეთი ხორციელათაც ყველანი ავად ვართ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა მოვკვდეთ. ეს მუდამ გვავიწყდება ჩვენ. ჩვენ უნდა აუცილებლად გარდავიცვალოთ. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვკვდეთ, აუცილებლად უნდა ჩაგვასვენონ მიწაში და მიწა დაგვაყარონ. ეს არის გარდაუვალი. ამიტომ ჩვენ ყველანი ავად ვართ. აი ადამიანს რაღაცა რომ შეეყრება სნეულება და
ეწყება შიში, ვაიმე სნეულება შემეყარა რაღაც ისეთი, ან განმიკურნები, ან არ განმიკურნები, შეიძლება მოუკვდე სნეულების გარეშეც, საშიში სნეულების გარეშეც, რაღაცა კატასტროფის გარეშეც და ასე შემდეგ. ჩვენ აუცილებლად უნდა მოუკვდეთ. არასოდეს არ დავივიწყოთ ეს. ამის მუდმივი ხსოვნა ჩვენში აცოცხლებს, ასწორებს და შესაბამისად აცოცხლებს იმ ღირებულებებს, ფასეულობათა იერარქიას, რომელიც უნდა გქონდეს ადამიანს, რომლის გარეშეც ადამიანი არ არის. როგორც კი ვივიწყებთ ჩვენ რომ უნდა მოუკვდეთ აუცილებლად, ვივიწყებთ რას ნიშნავს, რა როკითხო მოუკვდები აბარა და გაიხუმრებს ადამიანი, ანეკდოტს იტყვის, გადაიტანს, გადმოიტანს და ყველაზე სერიოზული საკითხია ჩვენ ცხოვრებაში. ამაზე სერიოზული არაფერი არ არის. მაგრამ როდესაც ადამიანს ეს მუდამ თვალწინა აქვს, გულის მდგომარეობითაც გათავისებული აქვს, მას არასოდეს არ ჩამოერღვევა ეს ფასეულობათა იერარქია და არ დაუმახინჯდება და შესაბამისად ასეთი ადამიანისათვის მთავარი არის მარადიულობა, პარადიული ფასეულობები და მარადისობა რადგან ღმერთია, ანუ ღვთაებრივი ფასეულობები. ეს არის ერთადერთი, არა ერთ-ერთი, არა პირველი, არა მნიშვნელოვანი, არა ყველაზე მთავარი, არამედ ერთადერთი ღირებულება, იმიტომ რომ სხვა ღირებულებები უბრალოდ წარიხოცება, უბრალოდ გაქრება, აღარ ერთადერთი რჩება მოყვასი სიყვარული, რომელიც მარადისობაში გაყვება. მორჩა, სხვა აღარაფერი არ რჩება, არაფერი აბსოლუტურად. ამიტომ ისინი ღირებულებებიც არ არის, აი როგორც სიმდიდრე არ არის მაგალითად ღირებულება. იმიტომ რომ გარდაიცვლები დამთავრდა. ჩემ შვილს დაუტოვები, შენი შვილის გარდაიცვლება და დაამთავრდა. ჯანმრთელობა არ არის ღირებულება, იმიტომ რომ მაინც დაავადები, მაინც მოხუცდები და მოკვდები. არ არის ის ღირებულება. აბსოლუტურად არაფერი შენი წარმატება, ყველა სასაცილო ღირებულება საერთოდ არის პატივმოყვარეობა. ის არ არის ღირებულება, მინუსების ღირებულება, იმიტომ რომ ის გაყვება, ოღონ უარყოფითი მაჩვენებელი. ამიტომ ერთადერთი ღირებულება ეს არის მარადისობა კიდე თავად ღმერთია. ჩვენ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ მოკვდები და ის სნეულება რომელიც ჩვენ გვჭირს დაცემული ბუნებიდან გამომდინარე, სწორედ ეს არის ჩვენი ყოფა ხორციელი სიკვდილით დამთავრდება. მაგრამ ადამიანი, რომელიც ამაზე ფიქრობს, სწორად ფიქრობს, მას რა თქმა უნდა შეიძლება თუ ის ურწმუნოებაშია შეეშინდეს კიდევაც, ხო, თავისთავად ცხადია და ამიტომ ურწმუნოები გაურღვიან ამაზე ფიქრს. ქრისტიანებს ამისი არ გვეშინია, იმიტომ რომ გვახსოვს ეს სიტყვები. და თქვა უფალმა, სნეულება ესე არ არის სასიკვდილი. არ არის სასიკვდილი, ანუ სიკვდილს სხვადასხვა ნიჭება, ხო ვიცით ეს? ეს არის სულიერი სიკვდილი, მარადიული სიკვდილი, როცა ადამიანს არ აქვს და არც ექნება უნარი მარადიული სიცოცხლისა. ანუ ის არ გარდაიცვლება, ანუ ის მართლა მოკვდება. ამისი რა თქმა უნდა ეშინოდეს. მაგრამ ქრისტიანს ამისი არ უნდა ეშინოდეს, იმიტომ რომ ჩვენ არ მოკვდებით, არამედ გარდავიცვლებით. და ჩვენ ცოცხლები ვიქნებით. და მაგრამ ამისათვის ახლას აქ ცოცხალი უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ვინც აქ არ ცოცხლდება, ის მარადისობაშიც ვერ იცოცხლებს. სიკვდილი უნდა გავიაროთ ცოცხლებმა. ცოცხლებმა უნდა გადავიაროთ სიკვდილი და არა მკვდრებმა. თუ მკვდრებმა გავიარეთ სიკვდილი, მკვდრებად დავრჩებით. ეს იქნება რა თქმა უნდა ტრაგედია. ჩვენთვისაც და რა თქმა უნდა ტკივილი იქნება უფლისთვისაც, იმიტომ რომ მან სიცოცხლისათვის შექმნა. გარდა ამისა, სნეულება როგორც განსაცდელი და ამ შემთხვევაში ლაზარეს სნეულება როგორც შეუქცევადი განსაცდელი, როგორც გამოუსწორებელი განსაცდელი, როგორც უკურნებელი განსაცდელი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვარდებით ამგვარ განსაცდელებში. ნუ ხშირად თუ არა, ჩვენს ცხოვრებაში პერიოდულად დგება ესეთი პერიოდები, როდესაც ჩვენ ყოველ შემთხვევაში გვეჩვენება ან განცდა იმისა, რომ ვაიმე ჩიხია, აი სრული ჩიხში აღმოჩნდი, ანუ სნეულებას თუ განვაზოგადებთ, როგორც ტანჯვას, სნეულებას თუ გამოვიყენებთ როგორც ტანჯვის სინონიმად, ტკივილის სინონიმად, უბედურების სინონიმად, ხშირად და ისეთ სნეულებას, რომელიც აუცილებლად სიკვდილით დამთავრდება, ანუ ისეთი ტიპის განსაცდელი, ისეთი ტიპის ტანჯვა, რომელიც ჩიხურ სიტუაციაში მაგდებს და გამოსავალი არ არის, აი აქ ყოველთვის უნდა მახსოვდეს სახარების ეს ოქროს სიტყვები. ეს სნეულება არ არის სასიკვდინე, აბა რა არის? არამედ დიდებისათვის ღვთისა, რათა იდიდოს ძე ღვთისა მისგან. ეს სიტყვები არ არის მარტო ლაზარეს მიმართ თქმული, ეს სიტყვები ყველა იმ ადამიანს ეკუთვნის, რომელიც ამგვარ ჩიხურ სიტუაციაში აღმოჩნდება. და როგორც კი ადამიანი ამას გაითავისებს, როგორც კი ადამიანი ამას რწმენით მიიღებს, და რა რწმენაა ეს, ხო? ეს რწმენა არის საიდუმლოება, როცა ღმერთი ჩვენ გულს ეხება. და თუ ადამიანი ამ სიტყვებს რწმენით არ იღებს, ის ქრისტიანის არ არის. და თუ ადამიანი ამას რწმენით მიიღებს, ის თუ არ არის ქრისტიანი, გახდება ქრისტიანი, იმიტომ რომ რწმენით მიიღო,
მაშინ მის ცხოვრებაში იწყება საოცარი გარდატეხა, ფერიცვალება, ზეიმისულიერი, იმიტომ რომ აღმოჩნდება, რომ ისაც ჩიხი ეგონა, ჩიხი კი არ აღმოჩნდა. ეს აღმოჩნდა ერთგვარი გრელი პორტალი იმ მიღმიერ სამყაროში, როდესაც შენი ცხოვრება ხდება, თუნდაც ცოტა ხანი იცხოვრო, აი ავაზაკის ჯვარცმული ავაზაკის ცხოვრება. რა იყო მის ცხოვრება, ხო? ეს საშნელი ნაგავი იყო მის ცხოვრება. აუცილებლად მოკვდება, იმას იქ არავინ არ იხსნის, ჩიხური სიტუაციაშია, მაგრამ მოხდა საოცრება, რადგან მიიღო მან ქრისტე თავის გულში მისი დარჩენილი სიცოცხლე. და აგერკვე 2000 წელია გარდაცვალების შემდგომი მისი ხსოვნაც არის სასწაული, იმიტომ რომ მისმა აი ბოლო საათებმა თუ წუთებმა იმდენად ადიდა ღმერთი, რომ დღემდე იდიდება ჯვარცმული ავაზაკი, მარჯვენა ჯვარცმული ავაზაკის მიერ ქრისტე. ანუ როცა ჩვენ ცხოვრებაში შემოდის ესეთი ჩიხური მდგომარეობა, როცა ჩვენ თითქოს გამოსავალი არ აგვაქვს, მაგრამ თუ ჩვენ ამ სიტყვებს, რომ ეს სნეულება, ეს მდგომარეობა, ეს განსასწრელი ჩემს მოსაკვდინებლად კი არ არის, არამედ ქრისტეს დიდებისათვის არის და თუ ამას მე მივიღებ, ჩემი ცხოვრება კიდევ ვიმეორებ, იცვლება განსაცვიფრებლად. ეხლა როგორ იცვლება ჩემი ცხოვრება? სულაც არ ნიშნავს, მაინდა-მაინც იობივით აღდგები, სრული რეაბილიტაცია მოხდება, თუმცა რას ნიშნავს იობის სრული რეაბილიტაცია? კიდევ ეყოლა შვილები, მაგრამ გარდაცვლილი შვილები რა მუდმივი ტკივილი არის, ხო? რას ნიშნავს რეაბილიტაცია? რა რეაბილიტაციაზეა საუბარი? რომელიც შეიძლება მოხდეს, შეიძლება არ მოხდეს, შეიძლება ასე იყოს, შეიძლება ისე იყოს. თავარი სხვა რამე ჯვარცმული ავაზაკის შემთხვევაში, რა რეაბილიტაცია მოხდა ჯვარცმული ავაზაკის შემთხვევაში. მარიამ მეგვიპტელის შემთხვევაში რა რეაბილიტაცია მოხდელი ცხოვრება მერე გაატარა უდაბნოში, მარტო აბსოლუტურად გონება მიუწვდომელ ასკეზაში, ხო? რაშია საქმე? უბრალოდ შენ ხდები ანგელოზივით, სერაფიმივით, ქერუბიმივით, ღვთის მადიდებელი და სერაფიმივით და ქერუბიმივით ღვთის მადლის მატარებელი, შენ ხდები მადლით ღმერთი, ჭეშმარიტად ღმერთის შვილი და შენში იწყება ის მარადიული სიცოცხლე ისთვისაც ღმერთმა არა მხოლოდ შენ, არამედ მთელი სამყარო შექმნა. გესმით, ნამდვილი შვილი ხდები. აი ეს არის. ანუ როცა ჩვენ ვამბობთ, როცა ჩვენ ვკითხულობთ და ჩვენ გვესმის, რომ ჩვენით უნდა იდიდოს ძე ღმერთი, ძე ღმერთს კი არ უნდა ჩვენი დიდება. ძე ღმერთის დიდებით დიდება ნიშნავს, რომ ჩემში მკვიდრდება ღმერთი, როგორც ტაძარში, ჩემი განდიდება ხდება. ძე ღმერთი იდიდება ჩემში, როგორც წმინდა იყავს სახელი შენი მამაო ჩვენოში, რომ რა არ არის ღმერთი წმინდა, ხა მე თუ არ ვეტყვი, არ არის წმინდა თუ რა, ჩემში ხდება ის, ჩემში ხდება წმინდა, ანუ ჩემი განწმენდა, ჩემი განდიდება ხდება, გესმით? თუ მე ამ მოვლენას, ამ მდგომარეობას, რომელიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში პერიოდულად დგება, ამას მე ღირსეულად, ქრისტიანულად მივიღებ. აი ეს არის არსი დღევანდელი დღისა. ეს რომ მოხდეს, ჩვენ აი როგორ უნდა ვიცხოვროთ? გესმით რას ნიშნავს ამ მდგომარეობაში მისვლა? ადამიანს რაც არ უნდა გაუკეთო, აი ეშმაკმა მთელი სამყარო რო თავზე დაგამხოს, შენ ვერ გაგტეხავს. იმიტომ რომ ნებისმიერი ტკივილი შენთვის ღვთის დიდებად აღმოფწყინდება და ეს შენი გულიდან ამოვა, ვერაფერს ვერავინ ვერ გიზავს. და საბოლოო ჯამში იქ დამკვიდრდები, სადაც მამაძე და სული წმინდა თავის ყოვლადწმინდა დედასთან, ქრისტე და ანგელოზებთან ერთად. ეს არის არსი და ხოლმე როცა ჩვენ ღვთის დიდებისაკენ ვისწრაფი და ნებისმიერი რამ, რაც ჩვენ ცხოვრებაში ღვთის დიდებას ჩვენში ხელს უწყობს. გადაწყვეტს უფალი წავიდეს და მოციქულებს შეეშინდებათ, იმიტომ რომ ესეთი ადგილები უნდა გაიარონ, რომ იქ მისი ქრისტეს მოკვდინება უნდოდა და კიდე იქ მიდიხარ ეუნებიან და უფალი ესეთ რამეს ეუნება, გადატანითი მნიშვნელობა. 12 ჟამი არ არის დღისა? უკე თუ ვინმე ვიდოდის დღისით, არა წარსეს ფეხი. რამე თუ ნათელსა ამას სოფლისას ახედავს, უკე თუ ვინმე ვიდოდის ღამესაშინა, უბრკმეს მას, რამე თუ ნათელი არ არის მაშინა. იგაბურად ეუნება, დღე თუ ივლი არ წაიქცევ, ფეხს არ წამოკრავ, ღამე თუ ივლი, ფეხს წამოკრავ. რა თქმა უნდა, დღე და ღამეზე აქ არ არის საუბარი, იმიტომ რომ ისინი სხვა განსასწრელზე საუბრობდნენ, ისინი ეუბნებოდნენ, რომ შენი მოკლა უნდა და იქ მიდიხარ, ანუ არ მოკლა, რამე არ მოგიწიონ. და უფალი საუბრობს დღე და ღამეს სიაროზე, სინამდვილეში ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს სულიერ ნათელში თუ ხარ, ფეხს არაფერს არ წამოკრავ, არ შეგეშლება და შენთვის განსასწრელი ტანჯვად არ იქცევა, არამედ ღვთისდიდებად იქცევა. თავარი სიბნელეში, ანუ ღვთის მადლის გარეშე არ დარჩენ. ანუ იმისათვის, რომ ჩვენი მდგომარეობაში მივიდეთ, რა მდგომარეობაშიც ლაზარე აღმოჩნდა და მე აღდგა და მისი მთელი ცხოვრება იყო ღვთის დიდება. ეს რომ შენში მოხდეს, შენ უნდა მადლის ქვეშ იარო. ღვთის გარეშე არ უნდა იყოს, შენ სიბნელეში, ანუ უღმერთოდ არ უნდა ცხოვრობდე. თორე თუ შენ უღმერთოდ ცხოვრობ, ყველაფერი ტყუილია, რასაც ჩვენ ვამბობ და რასაც ვკითხულობთ. კიდევ ერთი საინტერესო თვისება, გახსოვთ ხო, რომ თომას პოზიცია მივიდეთ და მოვწყდეთ ჩვენც მის თანა. ანუ საშიშროება ხო რეალურია,
და თომა ამბობს, არ არის პრობლემა, წავიდეთ და თუ მას მოკლავენ, ჩვენც მასთან ერთად მოვკვდეთ. თავგანწირული ერთგულება ქრისტესადმი. როცა ადამიანს არად უღირს თავისი პირადი ხორციელი სიცოცხლე, ყოყმანის გარეშე შესწირავს ღმერთს, როგორც შენი, შენთაგან, შენ და შენ მწირველი. აი ეს მოწამეობრივი სული. თუ ადამიანს ეს მოწამეობრივი სული არ აქვს, ეშმაკი ეგრევე პატარა გაგიფაჩუნდება ცხოვრებაში, პატარა რაღაცას შეგეხება, პატარა შეგამთხვევს და იმ წამსვე დაგაფრთხობს. მოშიში სული არ უნდა გქონდეს ქრისტიანს მამასი სული უნდა გქონდეს, ის ვერაფრით ვერ უნდა გატყდეს. და გახსოვთ მე, როცა უშუალოდ იქ დებთან მიდიან და როგორც წინამამები განმარტავენ, მართობათი იწყება, რომ მარიამობამდე ახვიდა. სხვათა შორის ვინც გაიგო გონებისმიერი ლოცვის შესახებ და ვინც წყვილი დაიჭირა, მას ხშირად ავიწყდება, რომ თუ მართობის პერიოდი არ გაიარა, ეს გასავლელია შემოქმედებითი პერიოდი 8 წლისა, რომ ჭრეტელობამდე მივიდეთ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვინ არიან მართა და მარიამი, რისი სიმბოლოა და რა უნდა გქონდეს ჩვენ. დიახაც შემოქმედებითი 8 წლიც უნდა გქონდეს და მჭრეტელობითიც. და როდესაც საუბრობს მართა, რომ დიახაც ვიცი, რომ აღდგება უფალო, ნუ გეშინია, შენ ხო იცი, რომ ესე იგი მოკვდება და აღდგება შენი ძმა ეუნება და კი ვიცი, აღდგება უკანასკნელ ჟამს. უფალი ეუნება ესეთ რამეს. მე ვარ აღდგომა და ცხოვრება, რომელსაც რწმენეს ჩემი მოღა თუ კვდეს, ცხონდეს. რა თქმა უნდა, არსებობს უფლის დიდები დაბრუნება, არსებობს გზეთით აღდგომა, რომელსაც ჩვენ ყველანი გავივლით ამას. ეს ჩვენ ამის გარეშე არც ერთი არ დავრჩებით. ყველანი გავივლით. მაგრამ ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, რომ ქრისტე დღეს აქ თუ არ მივიღე მე, როგორც აღდგომა ჩემი პირადი, ჩემი სულისა, მაშინ მორწმუნე არა ვარ და სწორედ ამაზე გვესაუბრება ეს წმინდა წერილის ეს ტექსტი, ფიზიკურად აღადგინა, რა თქმა უნდა, ლაზარე, მაგრამ ჩემთვის ეს არის ნიშანი, რომ ქრისტე ოღონდ ჩემთან იყოს და მნიშვნელობა არ აქვს ხვალდაზე რა იქნება, იმიტომ რომ ხვალდაზე იქნება ის, რაც უფალს უნდა და უფალს უნდა რომ მე მასთან ერთად ვიყო მარჯვენით მამისა და აუცილებლად მოხდება ჩემი დიდებაში შესვლა. ოღონდ მთავარი დღეს მე გული გაუხსნა უფალს. დღეს უფალი ჩემთან იყოს. ქრისტე არის აღდგომა და ქრისტე დღეს უკვე ჩემთან არის. მე თქვენთანა ვარ ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ჩვენ ვეზიარებით, იმიტომ რომ ქრისტე დაამკვიდრდეს ჩვენს გულში. ჩვენ ლოცულობთ, იმიტომ რომ ქრისტემ ჩვენს გულში დაიდოს ბინა, იმიტომ რომ ჩვენ ღვთის ტაძარი გავხდეთ. ამიტომ ამ ყველაფრის მოცილება უარყოფა ან მომავალში გადატანა მხოლოდ, რა თქმა უნდა ეს არასწორია. ამიტომ როცა ამბობს, როცა ჩვენ გვექნება ეს განცდა, რომ ხო, აი დღეს ესე და ნუ ხვალე რაღაცა იქ გარდავიცვლები, მე უფალი მოწყალია, მე რაღაცა იქნება. არა, დღეს ამ წუთში აქვე უნდა ვიყო მე ქრისტიანი, აქვე უნდა განვიცდიდე მე მის დიდებას, აქვე უნდა განვიცდიდე ჩემს მარადილ სიცოცხლეს და ამიტომაც ეს უფლის სიტყვები თითოეულ ჩვენგანი საკუთრებაა. თუ ჩვენ ქრისტე დღეს ჩვენთან არის, თქვენ ახლა ეზიარები და თუ თქვენთან არის ქრისტე, ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს სიტყვები ჩვენ გვეხება, რომელიც გვეუბნება, მე ვარ აღდგომა თეოდორე, მე ვარ ცხოვრება და თუ შენ გწამს ჩემი, რომც მოკვდი, ანუ რომც განსასწრელი შეგერფხვიას, რომც მართლა ფიზიკურ სიკვდილამდე მიხვიდე, ნუ გეშინია, იმიტომ რომ გადარჩები, ანუ ცხონდები. უფრო საოცარ ამას ამბობს, არც მოკვდები შენ, იმიტომ რომ ვერც სიკვდილს ვერ იხილავ, იმიტომ რომ შენი სიკვდილი იქნება გარდაცვალება, როგორც კი ხორციელი თვალი დაიხუჭება, სულიერი აიხილება, სიკვდილში, როცა ღმერთს ვერ ხედავ, გადახვალ სიცოცხლეში, ანუ ღმერთს დაინახავ, სიცოცხლეში გადახვალ, გარდაეცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში, სიცოცხლე ქრისტეა, ანუ ქრისტეში გადადიხარ, ქრისტეს შემოსილობა სრული რეალიზება მოხდება ქრისტეს შემოსილებისა. ეს გარდაცვალება, ეს გადასვლა, ეს არის გარდასვლა სიკვდილისაგან სიცოცხლეში, ანუ ქრისტეში და ნათლობაში მონიწებული ჩანასახოვანი მადლი სურეალიზებას პოვებს და ხვდებით განცდის დონეზე, ხილვის დონეზე, ფაქტობრივ ობიექტური სინამდვილის დონეზე, რომლის სრული შეგრძნება გვექნება, ქრისტეს შემოსილები ხვდებით, რასაც ჩვენი გარდაცვალება ქვია და რომელიც ცოცხალა არს და რწმენეს ჩემი არ მოკვდეს, ანუ სიკვდილს ვერ იხილავ, გწამს ესე, კითხვას უსვავს, ხო დებს და ჩვენ გწამს თეოდორე ესე მეკითხება და მე უნდა ვეძებოთ ჩემ თავში, ხა თავი კი არ უნდა დავაქნიო მექანიკურად, ვიფიქრო მწამს თუ ეს არ ამწამს. და თუ მწამს, მაშინ განაჩემი ჩემ ცხოვრებაში არ ყოფილა ეს მდგომარეობა, როცა ჩემთვის უფალს უთქვავს, რომ გეშინია თეოდორე, ესნეულება არ არის სასიკვდილი, არამედ იმისთვისა, რომ ძე ღვთისა იდიდოს ამისგან ეს ჩემ ცხოვრებაში რადგან მომხდარა, რადგან მე ვიცი და ყველა თქვენგანის ცხოვრებაში მომხდარა, თქვენ უნდა იპოვოთ ის წერტილი, როცა თქვენ ცხოვრებაში ეს მოხდა და კიდე შეიძლება ხვალეც მოხდეს და მე როცა ვიცი, რომ ჩემთან მომხდარა, მე რამდენჯერ არ მიცხოვრია შესაბამისად, რამდენჯერ ისი არ გამიკეთებია, როგორც ამ სიტყვებს უნდა შეესაბამებოდეს ჩემი ცხოვრება.
და ბუნებრივია ამის მერე კვლავ ჩემ თავს უსვავ კითხვებს, შენ თეოდორე მართლა გწამს თუ არა გწამს. უნდა ვიცხოვროთ იმის შესაბამისად, რა რწმენაც მოგვეცა და როგორც უფალი გულს შეეხო. პავლე მოციქულის ეს არიგება საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრების კორექტირებას ახდენს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს ჩვენი ყოფილითი ცხოვრებისადმი, რომ ის ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ ცხოვრებაში რეალიზდეს. აი, ახსენებს, რომ შეუძვრელ სასუფეველს რომ ღებულობთ, შეუძვრელი, ანუ ადამიანით აღარ დავეცემით, სიმყარეში შევალთ სარწმუნოებრივი და გარდაცვალების მერე უფალთან მარადიულად ვიქნებით და აღარ დავეცემით და შეუძვრელი სასუფეველი, ანუ ეს მუდმივი მდგომარეობა იქნება ჩვენი და ეს პროცესი აქვე იწყება, კიდევ ვიმეორებ. ამიტომ აი ვინც ამ ცხოვრებაში სასიკვდინო ცოდვებით ეცემა, ხშირად მithქვავს ხოლმე, ის შეუძვრელ მდგომარეობაში არ იმყოფება, ის ძალიან სახიფათო თამაშობს, მოდი ასე ვთქვათ. ვერ ხვდება, რომ ცეცხლს ეთამაშება, როცა ისეთ ცოდვებს ჩადის, რომ მისი ზიარება აღარ შეიძლება. ეს ძალიან სახიფათო მომენტია და ამიტომ შეუძვრელი სასופველი, ანუ სიმტკიცე, სიმყარე უნდა გქონდეს ჩვენში და მე აგზელებს. გქონდეს მადლი, რომლითაც სათნოთ ვემსახურებით ღმერთს მოშიშებით და მოწიწებით. ეს შეუძვრელი სასופვლის ერთ-ერთი ნიშანი არის მადლი და ეს მადლი რაში ვლინდება? სათნოთ ვემსახურებით ღმერთს, რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ღვთისნებით ვცხოვრობ. ჩემი ნებით კი არა. ჩემი სიმართლით კი არა. ღვთისნებით ვცხოვრობ და ეს ვლინდება მოშიშებაში და მოწიწებაში. რა არის მოშიშება და მოწიწების, თქვა, სინონიმი? სიმდაბლით, თავდაბლობით, გესმით, მორჩილებით. რადგანაც ჩვენი ღმერთი არის შთამთქმელი ცეცხლი. ანუ ცეცხლია ღმერთი. წეგანას კი ვახსენე ეგ სიტყვა, ცეცხლი, რომელიც წვავს ყველაფერ უღირს. ყველაფერ ცუდს, აი ცეცხლში რო ჩააგდებ რაღაცას, ყოი ოქროს რო ჩააგდებ, მაგალითად, ყველაფერი დაიწובה და თუ იქ ოქრო ძალიან ცოტაა და უფრო მეტად ჭუჭყია, ფაქტობრივად თუ დაიწובה. თუ ჩვენი თავის იდენტიფიცირება პიროვნების მოხდება ცოდვასთან და დაცემულობასთან, ეგოისტთან, ამპარტავნებასთან, სიამაყესთან და ცხოველურ მიდრეკილებებთან, ჩვენ ვერ გადავრჩებით, იმიტომ რომ ღვთაებრივ მადლში დავიწვევით და გავქრებით, შეიძლება ასე ითქვას. ჯოჯოხეთად იქცევა ჩვენთვის გარდაცვალება. გესმით, ამიტომ ეს რომ არ მოხდეს, ჩვენში უნდა იყოს ის, რომელიც ღვთაებრივ ცეცხლში კი არ დაიწובה, კიდევ უფრო მეტად აბრიალდება და აბდღვიალდება და განათლდება და რა არის ეს? ჩვენში ღვთის ხატობისა და მსგავსობის რეალიზება. სიმდაბლე, მორჩილება, ქრისტეს თვისებები არის ის, რომელიც არ დაიწובה. და თუ ჩემი თავის იდენტიფიცირება ხდება აი ამ ქრისტეს დარით თვისებებით, მაშინ მე გადარჩები. თუ ჩემი თავის იდენტიფიცირება ხდება ჩემს პირუტყვობასთან და დემონურ ეგოიზმთან, მაშინ მე დავიღუპებ, იმიტომ რომ ღმერთი შთამთქმელი ცეცხლია. სტუმართ მოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთს ისე გაუწევია მასპინძლობა ანგელოზებისათვის, რომ თვითონაც კი არ სცოდნია. ანუ სტუმრის მიღება ეს ძალიან საღვთო საქმეა. ზოგადად ეს არის განვაზოგოთ მოყვასის სიყვარული, გაჭირვებული, დამაშვრალი, დაღლილი, მოყვასის სიყვარული. ეს არის მდგომარეობა ადამიანისა, როცა გული გაფაქიზებული გაგხვდები, რომ ამ ადამიანს რა აწუხებს, ამ ადამიანს რა ტკივა, ამ ადამიანს რა მდგომარეობა აქვს და მის ჭირ და მის ტკივილსო თანაელმობი. აი ეს მდგომარეობა სტუმართ მოყვარეობა. ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული, რაც ესე შებილწულია დღეს. არანაირი პასუხისგებლობა, ხშირად მორღვეულია ყველაფერი, ამიტომაც ოჯახები ინგრევა, ხოლო მემრუშეთა და მეძავთ ღმერთი განიკითხავს და ღმერთის განკითხვა რაც არის წარმოგიდგენიათ. ნუ იქმნებით ვერცხლის მოყვარენი, ანუ მომხვეჭელები, დასჯერდით იმას, რაც გხადიათ, რადგან თქვა არა დაგიტევო და არა დაგაგდო შენ. ზოგი ამას იღებს პასიურობად. ესე იგი ზარმაცდება და არაფერს აღარ აკეთებს. აქ სიზარმაცეზე კი არ არის მოწოდება, აქ არის დამოკიდებულებაზე, რომ შენ უნდა შრომობდე ნებისმიერ შემთხვევაში, რასადაც დაგადგინა ღმერთმა, უბრალოდ არ უნდა გეშინოდეს ხვალინდელი დღის და შენთვის არსობრივად მიზანი არ უნდა იყოს მომხვეჭელობა. თამამად ვამბობთ, უფალი არს მწეჩემ და არა შემეშინოს, აი მიყოს მე კაცმა. ადამიანს, რომელსაც ღმერთი გულში ყავს, მას არაფერს აღარ ეშინია. და მე ტრადიციასადმი ერთგულება, ეკლესიისადმი ერთგულება. მოიხსენეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელიც გიქადაგებენ ღვთის სიტყვას. ანუ ეს არის ტრადიციისადმი ერთგულება, რომელიც სულიწმინდას გარდამოსვლის მერე მოციქულებმა დაიწყეს, ხილული მოძღვრები ყავს, რომლებიც ამბობენ იმ სიტყვას, რაც მათ ესტაფეტით გადაეცათ წინამორბედისგან და ეს ცოცხალი ტრადიცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ. სხვათა შორის ზოგ ადამიანს მაგალითად გონია, რომ მთავარი პიროვნებები კი არ არის, არამედ მთავარი არის სწავლება. პიროვნებებს კი არ ეძებს, არამედ ეძებს ტაძრებს, სიწმინდეებს. ტაძრებიც კარგია, სიწმინდეებიც კარგია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ტრადიცია შენარჩუნებულ
ადგილებში, იმიტომ კი არ მივდივართ, რომ სიწმინდეები ვეძებოთ ასეთი როგორც, არამედ პიროვნებების საზემნელად მივდივართ. იმ პიროვნებების, რომლებიც თავის თავში ამ საეკლესიო გარდამოცემას და ტრადიციას თავის გულში ცოცხლივ ატარებენ და მათთან ურთიერთობით, მათი სიტყვით, მათი ღვთისმსახურების ხილვით შეიძლება ის მერე ჩვენზე გადმოვიდეს. გესმით, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ადამიანებს არ ესმით, ესე იგი, მიდიან, მოდიან და რა მიქონდა, რა მოქონდაო, ქართული გამოთქმა როა ზუსტად ესე ხდება აქ. ვერაფერს ვერ მიიღებ ეს. პიროვნებები უნდა ვეძებოთ, რომლებიც ამ ტრადიციას თავის გულში ატარებენ. ამას ნიშნავს ეს, რომ მოიხსენეთ თქვენი წინამძღვარი, რომელიც გიქადაგებენ ღვთის სიტყვას და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ბაძავდეთ მათ რწმენას. იმიტომ კითხულობ წმინდათა ცხოვრებას, გუშინდელ წმინდანებს, დღევანდელ მოღვაწეებს უყურებთ, როგორ ცხოვრობენ და როგორ გარდაიცვალენ. ისინი არიან სამაგალითოა, ისინი არიან ჩვენთვის გაცოცხლებული სახარებანი. იმიტომ რომ მათში რასაც ჩვენ აქამდე ვამბობდით, რომ მათ დაამარცხეს თავის თავში სიკვდილი და ღვთის დიდებით იცხოვრეს და ქრისტეს დიდებით მაცხოვრებელი იყვნენ, თავის ცხოვრების წესით დაადასტურეს ეს. და ჩვენ ვბაძავდეთ მათ, რამე თუ იესო ქრისტე იგივეა გუშინ დღეს და უკუნითი უკუნისამდე, რითაც დავიწყეთ ჩვენ საუბარი, რაც იყო მაშინ, იგივეა ახლა და ჩვენ თუ გავითავისებთ ყველაფერს იმას სიბრძნით და გონივრულობად, ყველაფერი ის რეალიზდება და ის მოხდება, რაც ლაზარეს შემთხვევაში მოხდა, მოციქულების შემთხვევაში და წმინდათა ცხოვრებაში ხდებოდა. ქრისტე იესოს მადლით და მისი ჩვენ და მისი ყვარულით. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.